ეს შედარება მედიცინასა და ნუტრიციოლოგიაში სულ უფრო ხშირად გამოიყენება და მას საფუძვლიანი ბიოლოგიური მიზეზები აქვს. ბევრი მკვლევარი შაქარს ყველაზე ხელმისაწვდომ ნარკოტიკს უწოდებს, რადგან მისი მოქმედების მექანიზმი ტვინზე ძალიან გავს მავნე ნივთიერებების ზემოქმედებას. აი რატომ მიიჩნევა შაქარი ლეგალურ ნარკოტიკად. 1. დოფამინური ხაფანგი. როდესაც შაქარს ვჭამთ, ტვინის ეგრეთ წოდებული ჯილდოს სისტემაში გამოიყოფა დიდი რაოდენობით დოფამინი, სიამოვნების ჰორმონი. ეს ზუსტად ის გზაა, რომლითაც ნარკოტიკული ნივთიერებები, მაგალითად კოკაინი მოქმედებს. ტვინი იმახსოვრებს ამ სიამოვნებას და მომავალში უფრო მეც გთხოვს. 2. მიჩვევა და ტოლერანტობა. რაც უფრო მეტ შაქარს მოვიხმართ, მით უფრო ნაკლებად მგრძნობიარე ხდება დოფამინის რეცეპტორები. ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში იგივე სიამოვნების მისაღებად უფრო მეტი რაოდენობის ტკბილეული გვჭირდება. ეს კლასიკური ნარკომანიის ნიშანია. 3. აბსტინენციის სინდრომი. თუ შაქარზე მკვეთრად ვიტყვით უარს, ორგანიზმი რეაგირებს ისევე როგორც ნარკოტიკის მიტოვებისას. გაღიზიანებადობა, თავის ტკივილი, ენერგიის მკვეთრი ვარდნა, დეპრესიული განწყობა. 4. ის ყველგან არის, ფარული საფრთხე. შაქარი ყველაზე რთული დასამალი ნარკოტიკია, რადგან ის ემატება თითქმის ყველაფერს: პურს, სოუსებს, კეჩუპს, იოგურტებს, ნახევარფაბრიკატებსა და წვენებს. ადამიანების უმრავლესობა ისე ხდება მასზე დამოკიდებული, რომ ვერც კი აცნობიერებს. რატომ არის ის სხვა ნივთიერებებზე საშიში? სოციალური მისაღებობა. ნარკოტიკის მოხმარება დასჯადია ან დაგმობილი, შაქრის ჭამა კი წახალისებული, მაგალითად ბავშვებს ტკბილეულით ვაჯილდოვებთ. ხელმისაწვდომობა. მისი ყიდვა ნებისმიერ ნაბიჯზე, ნებისმიერ ასაკში შეიძლება. მარკეტინგი. რეკლამები მუდმივად გვიბიძგებიან ტკბილი ცხოვრებისკენ. მნიშვნელოვანია. შაქარი არ არის მხოლოდ ზედმეტი კალორია. ის ორგანიზმში იწვევს ქრონიკულ ანთებას, ნივთიერებათა ცვლას დარღვევას, ინსულინ რეზისტენტობას და ზრდის დიაბეტისა თუ გულ-სისხლძღვართა დაავადებების რისკს.